დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს ახალი პოლიტიკური მოძრაობის ღირსეული აჭარა ივანიშვილთან ორგანიზატორი ასლან აბაშიძე აქტივისტებს შეხვდა. შეხვედრაზე მოწვეულ სხვადასხვა მოძრაობის ლიდერებს ახალი პოლიტიკური გუნდის გეგმები გააცნეს პროფესორი და ეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მოსკოვიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ასლან აბაშიძე საზოგადოებას ახსოვს, როგორც აჭარის რეგიონის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის მრჩეველი და აჭარის თავისუფალი ეკონომიკური ზონის პროექტის ავტორი ახალი მოძრაობის ლიდერს თვითმმართველობებში ივანიშვილის პოლიტიკის მეტი პოპულარიზაცია სურს. ასლან აბაშიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ იგი დედაქალაქში ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდთან კიდევ ერთხელ შესახვედრად გაემგზავრება. აჭარაში კი მისი მოძრაობის აღმასრულებელი საბჭო შეიკრიბება. მაისის ბოლოს კი მოძრაობა ღირსეული აჭარა ივანიშვილთან ყრილობას გამართავს. ის რაც ხდება ეხლა ჩვენ რომ ვაკვირდებით ნიშნავს იმას რომ როგორც ასეთი მისი მონოპოლარი უკვე იშლება, ნელა ძოის ფაქტორია, ხალხი ელოდება ბევრ რაღაცნებას და აკეთება. რა თქმა უნდა, ამას თავისი ახსნა აქვს, მაგრამ ხალხი ამას ვერ გაიგეს ბევრი ნაწილი, ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ დავიწყოთ მოძრაობა, ჩვენ ხელი შევუწყოთ ბატონ ბიზინა ივანიშვილის პოლიტიკას და ადგილზე, სოფლების, რაიონების დონეზე აუხსნათ, რომ ამ კაცს სჭირდება პირდაპირ მხარდაჭერა. ვიცი ერთი, რომ ბატონი ასლან აბაშიძე არის კარგი მეცნიერი, საერთაშორისო ექსპერტი და მისი ჩამოგზავნება დარწმუნებული ვარ, როგორც უკვე რამდენიმე სიტყვით მომისმინა, კეთილშობილურ მისიას ემსახურება და არის ერისბედის შეწუხებული.